არ მელოდით. აი. არც მე. მარა ვიწარება ეს. მეძინება. უჯრად ჭრილადებს. აქ უნდა ისწავლოსო იმაზე. 10 საათია. უბრალოდ მინდა ხა ცოტა გამოფხიზლდე თქვენთან ერთად. სულ ცოტა. რო არ წავკვდე. დღეს მინდა გითხრათ მთელი დღის მანძილზე, ანუ საერთოდ არ შეუწუხები ვარ ფეხს, საერთოდ აი ხარ მოვედი სახში და დავისვენე და აი ოდნავ გრძნობ, რომ გრძნობ. ანუ ეს სადღაც ერთი მთლიანი მასიურად ერთი თვის მანძილზე ვთქვათ, რომ სულ მთელი ყოველ დღე მაწუხებს, დაახლოებით ესე რომ ვთქვათ და არც ისე ნაკლებად უკვე ბოლო ხანებში შემაწუხებლად. მესამე წამალი დავია, მესამე აკლია და არ ვიცი ხა ამას დაუბრალო თუ ხა შრომით იგივე არა, იგივე ვიშრომე, იგივე ვიმოძრავე, იგივე ყველაფერი და ან მთელი დღეა ვაკვირდებოდი, რომ რო არ მткиო და მახსენდებოდა, რომ უი ფეხი არ მткиვა და რაღაცა ის. ახლა ისა. ანუ ნახოთ, თუ ამის შედეგი ამ წამლის წესით ხვალე საღამოსაც აღარ უნდა მткиოდეს. წამნეი თვითონ რომ დავლე, ესე იგი ახლა შედეგი მექნება და ძალიან მიხარი. იმედია ამის წამლის შედეგია რა, ეხა ოდნავ გძნობ რომ მткиვა. ოდნავ. ისე რომ მთელი დღის განმავლობაში მე გამახსენდა გვიან რომ უი მანანა ფეხი არ მткиვა, ჩემ თავს კითხა და არა და რაღაცა მე უფრო მივაქცია ყურადღება და მткиვა, აბა შენ თავს რო ყურს უგდებ თუ უსმენ თუ როგორ არის, აი ეგ გავაკეთე. ხო რა შეხება ეხა მეორე თემას ჩემთვის და თქვენთვისაც საკმაოდ ისეთი თემა არის და ჩემთვის მით უმეტეს, იმიტომ რომ როდესაც მაყურებელი მისმენს, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ დისკომფორტის განიცდიდეს ჩემი ყურებით და ეს 2 დღე არის, არ ვიცი რატომ YouTube-მა გადაწყვიტა, რომ კადრი ცალკე გაუშვას და ხმა ცალკე. რამდენიმე კი დაწერა, რომ ძნელიაო ესე ყურებაო. ანუ ეგეთი ვიდეოებია, მაშინ ჯიბეში უნდა ჩამისვათ და მისმინოთ. მაგრამ ჩემი ბრალი არ არის ხალხო, საერთოდ არ არის ჩემი ბრალი. ან მე ხო ვიღებ ჩვეულებრივ ტელეფონში. მე რომ ვამონტაჟებ, ვამოწმებ სპეციალურად, რომ როგორ ინახება გალერეაში. ჩვეულებრივ ანუ საერთოდ არ არის აცდენა, აი საერთოდ. ხო და რატომღაც ეს 2 დღეა ასე გადაწყვიტა YouTube-მა. მოკლედ ჩემი პირის აპარატი სხვაგან გარბის და ხმა სხვაგან. რაღაცა დადებული ხმასავით არის, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის ხალხო. ჩემი მონტაჟის, ჩემი გადაღების საერთოდ არაფერი ბრალი არ არის. ასე რომ ესეთი რაღაცა თუ შეამჩნევთ ხოლმე, იცოდეთ რომ ეგ ჩემ ტელეფონში არ ვიცი, ადრე იყო ხოლმე ერთი პერიოდი, ზუსტად მასე ატყდა YouTube-ის ის და აი მასე აკეთებდა ხოლმე მე პროგრამაც კი წავშალე და ინსტალაცია გავუკეთე ტელეფონიდან და გადმოვწერე სხვა. ეხლა მე ის პროგრამა არ წამიშლია, იმიტომ რომ მაგ პროგრამით მე ძალიან კარგად ვმუშაობ, არის უფასო პროგრამა, რა ქვია? CapCut-ი არ არის, CapCut-მა იმდენი რაღაცა გახადა ფასიანი, რომ აზრი არ აქვს იმის გადმოწერას. InShot-ი ქვია, აი ესეთი ის არის პროგრამა და საკმაოდ კარგია, საერთოდ არ არის ფასიანი, როგორც გინდა, რაც გინდა გააკეთე და იგივეა CapCut-ია, იგივეა რა, უფრო მაგარი არის. ხო და ამ ტელეფონშიც ამაკ არ ხმარობ, მაგრამ ამ ტელეფონშიც ამაკ და ამ ტელეფონში ხო მაგ და აი მეძინება, კი არ მეძინება, მიმძიმდება თვალები. ხო და ის არ წამიშლია, მაგრამ სხვა გადმოვწერე კიდე ხა ამ ვიდეოს დავამონტაჟებ სხვა იმით და
თუ ემთხვევა იცოდეთ რომ იმ პროგრამის ბრალი არ არის და თუ არ ემთხვევა ისევ YouTube-ის ბრალია და ამ პროგრამის და არც ერთი პროგრამის ბრალი არ არის. აი ასე. 11:05 წუთია, ცოტა ხანი ვიდეოს ჩავწერ მეთქი 10-15 წუთი, იმიტომ რომ მეორე ვიდეო ხო ტრადიციულად ორ ვიდეოს ვდებ ხოლმე. თან მინდა რომ რაღაცნაირად გამოფხიზლდი არა, აი ენერგია, რომ ჯდები უფრო რაღაცა ესე უკვე მოდონდება ადამიანი და რაღაცნაირად მინდა რომ აი ეს უნდა მისავქნე, იმიტომ რომ ხვალე კი ვარ სახში. წამოსვლისას გავიჭერი ხელი. ხვალე კი ვარ სახში, მაგრამ დღეს მქონდა ერთი ტორტი გასაკეთებელი, ეს ტორტი არის მწვადები, კიტრი პამიდორი და რაღაცა ეგეთი საკეიფო ტორტი. ხო და ესაა. დაახლოებით მეთქი საღამოს ანუ არ იყო საჩქარო რა, ეს არის ხვალე ხო არა, ანუ ორშაბათამდე ხო აღარ ვმუშაობ რა და იყო კვირის ტორტი. ხო და უბრალოდ უნდა რამდენიმე ფიგურა გამეკეთებინა და დამედო რომ გახმებოდა და რაღაც. ხო და რადგან არ იყო საჩქარო, ვიფიქრე ჯერ გოგოებს მივეხმარები მეთქი, რაღაცა ხინკალი გააკეთეს, კარტოფილის, ხაჭოსი, ეს ნახევა ფაბრიკადებიც არის და ესა. მივეხმარები ჭორავით, ვიცინეთ, ვიხუხუნეთ, რაღაცა, აი, რა დღეს რიტყვიან მუცელი ხელით გვეჭირა, იმდენი ვიცინეთ. ხო და წამოსვლისას ნინო მეკითხება, ტორტი ბისკისინი გააკეთე ფიგურებიო. ვაიმე მეუთხარი, ეხლა უნდა მეუბნეოდე, ხა რას მახინკლა, მეუთხარი აქამდე რატო არ გამახსენე. კარგად ვიცინეთ. ყველა სასაცილო ის იყო, რომ დღეს ტორტები არ გქონდა. ანუ უნდა მე ფიგურები უბრალოდ გამემზადებინა მომავალი ტორტებისთვის და დღეს ტორტი არ გქონდა და უცბად ნინო რეკავს, გაგიჟებული, ჩქარა. 5 საკლია 5 წუთი. ზუსტად, აი 5 ან 7 წუთი. 5-ზე ტორტზე უნდა მოვიდნენ და ტორტი მზად კი არა, ხახო, საერთოდ არ გქონდა ტორტი. დაავიწყდა, ისე დაავიწყდა, ბერტო ჩემო და გააკოტრებს ბიზნესს. 5-ზე შეპირე, ანუ კიო კაცო 5-ზე მზად იქნებაო რაღაცა და დაურეკეს ახლა თურმე რომ ნინო რა შვებია ბა ტორტი რაღაცა და 5-ზე მზად იქნებაო ახლა ტორტი გვაქვს უბრალოდ აწყობილი. ოღონდ ისეთი ტორტი, აი უბრალოდ აწყობილი რომ ვინმეს რომ ან დაჭირდება რაღაცა მოვუხდა. კაი ტორტი რა, ოღონდ ის კი არა რომ აი არა, კაი ტორტი. კიდე კაი ის ტორტი იყო შოკოლადის ნიგუზით აწყობილი, რაც იმას უნდოდა, აი მაგაში გაუბართლა. მირეკავს ჩქარა 5 წუთში, 2 მანქანა გავაკეთე 5 წუთში. ნუ 10 წუთში კაი. კიდე კაი დააგვიანეს. იმისთანა ტორტი დაუდგით რომ გეგონება აქეთ ვალი დავადეთ რომ სადა ხართ აქამდეო რა. გვიან წაიღეს. ტყუილა ვიჩქარე. ხო და ესე იგი ხვალე მე არ მუშაობ. ხვალე 3 საათამდე სახში უნდა ყოფილიყავი. იმიტომ რომ მიდوار კრებაზე ხვალე არის, ვაიმე ხვალე არის ომის დღე ხალხო. ნუ მაგას დალკე მომიყვებით რატო. ეს სამწვადე ხინკალი ხინკალი კი არა, ისევ ხინკალი. მწვადი დამავიწყდა რომ ტორტი ხო მწვადი და ეგ რაღაცები უნდა გავაკეთო და რომ დამავიწყდა ცოტა ადრე უნდა წავიდე ალბათ პირველისთვის და გავაკეთე უცბად მაგებს. მე ერთი ტორტიც ერთაიცი უნდა განახოთ რა სასაცილო სურათია. აი ესეც გასაკეთებელი გაქვს. ბუბა ქვია თუ არ ვწდები. ხო და პირველზე რომ ჩავიდე სამამდე მოვასწრებ ყველა ვარიანტში რა, ამასაც და იმეებსაც და ასე რომ ხვალეც გავბივარ და მე მექნება ომი. ამის მოსწრება იმიტომ მინდა ცოტათი შევამსუბუქო რა. დილით რაღაცებს გავაკეთებ, მაგრამ მაინც ისე გადის ხოლმე დრო რომ ხო ეხლა შეიძლება ხვალინდელ ომის ამბებს იმედი აყო. ძირითადად ესეთ ყველანი უნდა იყვნენ. იმიტომ რომ მე პრეტენზია არ იყოს რომ მე არ ვიყავი ან რა ხდებოდა ან მე თანახმა არა ვარ და რაღაც, ამიტომ უნდა მიხვიდე კრებაზე რომ რაღაცა გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, შენც მიიღო მაგაში გადაწყვეტილი ის მონაწილეობა. ხვალე არის ბანკეტის კრება. ხო და
დღეს ახალი სკოლისა ვიკითხე, მეორე სკოლისა, ერთი ნაწილი ანტალიაში, ალანიაში აპირებენ წასვლას, სადაც ჩვენ ვიყავით დაახლოებით ცეკვიდან იმ ადგილში და იქ არის 2 კლასი, 2-11-ია, ჩვენთან ერთია, იოანის კლასია მარტო და ერთი კიდე აპირებს სახლის ქირაობას თუ რესტო შუა გულში მოკლედ კაცი ჯდება 400 ლარი. და ალბათ როგორც გაიკითხეს ჩვენებმა, ბაზალეთი ყველაზე იაფია კაცი 400 ლარი. ანუ ყველაზე იაფი, ყველაზე იაფია 400 ლარი. ხო და მოკლედ. ხვალე გველოდება, არ ვიცი, ვისთან როგორანაირად, მაგრამ აი არანაირი სურვილი არ მაქვს, უბრალოდ დავყვე მოდას, მე კი არა ძალიან ბევრი მშობელი, რომ fashion რაღაცა სახალი რაღაცა და ეხა და იქ აუზი და რაღაცა არ იყოს. და გადავყარო იმხელა ფული. ვერც ჭამონ, ვერც დალიონ, ვერც თუ გაატარო. როგორ ვერ ატარებენ დროს, მაგრამ ხალხმა მშივრები მოდიან იქედან. რო იციან, რომ ცუდია, ძალიან ბევრს შაშან კიდე თქვენს, მე ხო თქვენ. აუ ეს წლები სუბაგაში ვარ ჩამჯდარი და ვინც დამთავრდა, სულ ყველას ვეკითხები, რომ ძირთად ეგ ხო მოდაა ეხა რა, რაღაცა სახლი და რაღაცა. ხო და ეს და ვეკითხები, მეთქი რა ხდება, კაი, სახლი იყოს რა პრობლემა, მაგრამ ვარ ანუ იხდი, ერთი კაცი 400 ლარი, ხო კარგად ახლა. რა უნდა ვჭამოდ, რა უნდა გავაკეთო 400 ლარის ხალხო, სუბი თახთახებს თირკმელ ამას რომ ვიბასებს. ხო და რავი რა, არ ვიცი. ვისაც ვკითხე. ახალი სკოლის მშობლებსაც ვიცნობ, ძველი სკოლის მშობლებსაც ვიცნობ, შაშა წინ და იმის წინ დამთავრებულებს და ეს მოდაა უკვე სახლი უნდა იქირაო. და ესე იგი არც ერთს არ უთქვია რა დრო გაატარეს პირველ 2 საათად. 2-მდე არა, პირველამდე. მერე მიდის ანიმატორი თუ რაცა ქვია, წამყვანი ანიმატორი არა. მიდის წამყვანი, მიდის ვიდეო, მიდის მუსიკა. დამთავრდა. მორჩა. მერე კუტო, მერე ახლა ეძები, ვინ სად არის, ვინ რა საშუალება იმ ხელა სახში დადექდა ირბინი. საერთოდ შევიძე. ხო და ყველას ავკითხე. ეგ ცალკე იყო, ანუ ეგ სირბილი და ყურადღების მიქცევა მართლა იყო. იქ მანდატურად ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. ხო. ყველას ვკითხე აბსოლუტურად, ყველამ ერთი და იგივე თქვა, რომ შივრები მოდიან. ერთმა ისიცა თქვა, რომ აი აშკარად გაცხელებული, აი რო დარჩებათ სადღაცას ბლინჩიკები და რაღაცები, ეგეთი ისინი იყო მოსული. ოღონდ მართლა და ძალიან ვინანეთ, მაგრამ რაღაც ვიზავდითო, ეხა უკვე რომ ხარ მისული რა სიზავ. ძალიან ბევრმა თქვა ის, რომ ძალიან ბევრმა კი არა თქვა ხალხო 100-დან 100-ვე გამოკითხულმა, თუ 100 გამოკითხულიდან 100-ვე თქვა ასეთი რაღაც. ნუ ალაფუშეტი რომ უნდა იყოს, კიდე ხო ხარ იგო გოჭის და ძროხის დადებას არავინ არ თხოვს. ხალხი მშივრები იყვნენ, მშივრები. ეს შიერ კუჭზე დალევა მე რაღაცა და კაი დღე არა თქვა. ხო და მე მაგალითად იქიდან გამომდინარე რომ ხო ბავშვებს ის უნდა და მართალია ბავშვებს რაც უნდა ის უნდა გააკეთონ, მაგრამ ხო უნდა გავითვალისწინო და გაითვალისწინონ ის რომ შენ რო არ იცი და ზიარა ხარ, სინამდვილეში რა არის, კაი და რა არა. რამდენიმე ხნის წინ ჩვენი სკოლიდან წავიდნენ რესტორანში, იქეიფეს, კაი დრო გაატარეს და მოვიდნენ. იდეალური ბანკეტი ჰქონდათ. იდეალური. ულამაზესები, უსაყვარლესები, არავინ არ მისულა, გამოსაცვლელი წაიღე, როგორ არის ხა ჩემს ბანკეტზეც ჰქონდათ გამოსაცვლელი წაღებული და გამოიცვალეს. მარტო მე დაუპრახუნობდი იმ გუსლიანებით. ჩვილი ხბოსა. წაიღე ქალო ბოტაში ხო შეიძლება რაღაცა, რა ვიცი, ვერ მოვიფიქრე, მოკლედ, ნუ წაკაი. ხო და შვენ დრო გაატარეს. იქაც გამოიცვალე, იქაც აიღე 9 რაღაცა. ხო და ხვალი არის ეგ დღე და აი რა იქნება და რა მოხდება არ ვიცი.
ან 400 ლარი სუფთა. უბრალოდ უნდა ჩადო. რისაა კაცმა არის? ან 400 ლარი რისაა ხალხ? სახლები ქირავდება 600 ლარიდან 600 ლარიდან. სადღაცა ვართ 5 თქვი. ისე ანუ გასულებია ყველაფერი ეს ხო მარტო ამათი არ არის, ანუ გასულებიც ხო არიან მე-9 კლასიდან, თუ მე-10, რავი როგორ არის, მე-10-დან. იმათი იწყო ჩვეულებრივ, ანუ ისინი იწყო ყველანი მოდიან, მშობლია ყველანი აბსოლუტურად, ნუ ყველასი ეგ ბანკეტი. ბოლოზარიც. ან 25 ჯერ 400. გადავიხადო. სასმელი შეგვაქვს. ნუ ტორტიც. და რაში ვიხდი, გაფიცებთ. აი მართლა რაში ვიხდი. ბიზნესია, ყველას ბიზნესია გაგდებული. ეგაც მეც გავაქირებ, უცბად და რა უნდა ამ ოთახის დაცლას. სამი თვე კი შემოტანა ეს იმაშვებოდი, მაგრამ რა უნდა დაცლას. უცბად დაუცლი მთელ სახლსა. 25 ბავშვი 400 ლარს გადაბიხდის ხალხო. მეზობლისასაც დაუცლი. აი რა. უბრალოდ მოდა და მე აი ცირე ყველაზე ძალიან რაზე მტკივა გული ბავშვებს რო კითხე აი კაი იყო მაგრამ უკეთესი იქნებოდა რესტორანში წავსულიყავითო ბავშვები რომ მეუბნეოდნენ აი ფიქრობდი რა რომ აი ამხელა ფულს იხდი და კიდე რომ ამას ფიქრობ ბავშვი რა ცუდია რომ მე მეტი მოლოდი ამათაც მეტი მოლოდინი აქვთ და სინამდვილეში იქ უფრო მაგარდრო იმიტომ რომ ის წამყვანი იქაც არის. იქაც მიიყვანი იმ წამყვანს. მე კიდე ესენი ამბობენ რომ ისავ ეგეო არ არისო და იცი ანუ როგორ ბავშვებს თუ უთქვიათ რაღაც რომ რესტორანშიო ზოგადად ჩვენც რო გქონდა და ბანკეტი რო ბანკეტია რესტორნებს უკვე ისი აქვთ რომ იქ რო ბანკეტია ის ადგილი იკეტება ის დარბაზი იკეტება ის არის იმათი. ეგ არ იცოდნენ ეგრე არის, ანუ შედრო ბანკეტი გაქვს და იქ უბრალოდ ვიღაცა შემოვიდეს და იქ ხინკალი ჭამოს არავინ არ იქნება. ის არის იმ ბანკეტის ადგილი. ძნელია რა იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ გადაწყვიტო, თუნდაც ჩაშა, თუნდაც ის ჯერ ის, რომ ამდენი ბავშვი ემზადება. ამდენი თანხა. რატო არ უნდა მესმის ისიც, რომ ამბობენ რომ ისა ბავშვები უნდა გაითვალისწინოთ და ბავშვები უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ შესაძლებლობებსაც ხო აქვს მნიშვნელობა. იმას ხო არ ნიშნავს, რომ დღეს ერთი ბავშვი ბანკეტზე გაუშვა და ხვალ მეორეს უთხრა, მოდი შენ სახლში დაჯექიო, ან რაღაცაში შეზღუდო. იმის გამო, რომ ვარსკვლავებს წავეთამაშოთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ფინანსებიდან გამომდინარეც. ანუ გრუბად რომ მოთვალონ ხოლმე, ბოლოზარიან ბანკეტიანად 3000 ლარი გინდა. ნუ ეხა იმაძე არ ვამბობ 3000 ლარს რო კაბაში იხდიან, იმაძე არ ვამბობ, კაცო. იმაძე საერთოდ არ ვამბობ. და ფეშენ მანქანით, ხო, აი მე, ეგ თემა კიდე. არიან ხალხი, რომლებიც უკვე ემზადებიან როგორი მანქანა იქირაონ არიან ახალსკოლელები მომაციეს ეთო გვერდას ხედავთ მე და ის გოგო რა ძალიან ახლო არა გოგოს და ბავშვი და მეო ჩემ ბაკეტსეო ისეო მანქანა უნდა ვიქირაო ესა და ესაო გეგმები აქვს საოცარი ესენი უნდა ჩავისხო ესე უნდა ვიდრიფტაო რაღაცა და აი თუ გაშალა აი გაუტონუზად ნუ ხუმრობა იქით იყოს მაგრამ ზოგადად მე თქვენთან ხომ მითქვია კიდე და იმას ვამბობ რომ აი ქორწილებში რომ მივდივართ ხოლმე და რაღაცა და ძალიან ბევრი ახალგაზრდობა როა ხოლმე ისე მეშინია სანამ ქორწილიდან წამოვალთ ხოლმე რაღაცა შიშის გრძნობა დამდევს ხოლმე თან რომ მithumetes აი ეს ახალგაზრდები რო შეხედა ხოლმე რომ მეშინია რომ რაღაცა წაიცანცარონ არ რაღაცა და უბედურობით არ დამთავრდეს არ ჩაიშხამონ არ ჩააშხამონ არ გააუბედურონ ვიღაცა და თვითონაც და სხვაც
იგივე არის ყოველი სკოლის დამთავრება. შარშან იყო და გეხსომებათ თბილისში იყო ხო ბოლოს არის მანქანა რომ ხალხში შევარდა ანუ გაჩერებაზე ხო იყო კიდე კაი არავინ დაუყულა რამდენი ეგეთი შემთხვევა არის რამდენი და რატო უნდა გავრისკოთ არ მესმის ჩაჯექი წაიყვანე და როცა მორჩება кейფს მოიყვანე არ ვიცი რა რავი შეიძლება ნიკოლოზის დროით თავმსჯელობ მაგრამ მეშინია თან მაგრად ძალიან ხო და რა გადაწყვეტილებას მივიღებ თვალე ვნახოთ ესე ეხლა სანამ ვიდეო გაკეთდება და აი ტვირთება ცოტას გავავთო და კაი გოგო იქნება ხვალე ყავაზე მოვალ სანამ წავალ ერთად გავემზადოთ კიდეც ხო ხო დავიდი ახლა ხო რა ვიცი ისა ხო მართლა ისა ინდაური კარგად არის დღეს ხორბალიც მოიტანა ლაშამ წიწილებისთვის რა მაგარი გადასვლები სერიოზული ბანკეტიდან ინდაურზე გადავედი ეგრევე ხო და ისა გიორგის დაურეკე დილას ხო თქვი რომ ჩემს დაურეკავ მეთქი რომ იქნე მოვატრები თბილისიდან და სამსახურში მომიტანა ესა ინდაურების საჭმელი ისე რომ გავასუქებ ერთ ინდაურს გავყიდი და ბანკეტისთვის გადავდებ კაცი გამოწერტია 150 ლარი მაგრა გავასუქებ მე რა ქვია იმას მე ბებიელიკო და ილარიოში რო არის დროხას რო იმას დაალეინე მე კაი მარილ წყალსაც ვიწყობ გავყიდი ფეხზე ხო და ასე ანუ დღეს არ მიჭმევია იქ რა ეხა ველოდები გათენდეს რომ ინდაურის სიურპრიზ ინდაურს და ვაჭავო ეს ჩემ თეთრი ინდაურს გავზარდო იქამდე არ მგონია ეხა თლათ ესი გაიზარდოს მე რა საჩებიდლე შეიძლება აი მაგათი ლოლია ჩემი მგლებს გავუშვებ მე ამ ხელები რომ ყავა ამ ხელაკათები გაუშვი და იარო ეხლა სანამ მოვიდოდით აღამდა და ისევ მაღლა ვეღარ შევრეკე შიგნით იქ საკათმეში გუშინ რომ საღამო და აუქშია და შევიდნენ ეხლა რომ ნელა ვეღარ ახილავენ და სხედან ასე ქანდარაძე ხვალამდე ისევ ვერ შემყრი ხო და ნახდი მედია გამოვაჯამრთელებ ამ ინდაურს საჭმლით ხო ისა კატებსაც უნდა უყიდო აი სამგორში რომ მოვხდები აუცილებლად უნდა შევიდე და ვუყიდო ისა ერთი მეშოპის საჭმელი იმიტომ რომ ხან რა არის ხოლმე და აი ეს ერთი კრუტი პანდა რაღაცნაირია ხო აი ძალიან ნეჟნა არის და ხან ჭამ ხან არა ჭამ ხან რისთვის მივა ხოლმე საჭმელთან არ ვიცი ხო და მინდა რომ მაგასაც ერთი წელი გავიდა რა ჩაშა კნუტები მომიყარეს იქედან ერთი ცალი ყამყა ერთი გავაჩუქე ორი მომიყო მანქანამ შეიწირა ერთზე ჯიგარი გადამეყოლა ისე მეტკინა ისე ძალიან მიყვარდა ისე ძალიან საყვარელი დამჭა ეს ერთი ტავილი ხახნო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ეხა ჩავთავ ხო მამა პაისის ის ხო გაგიზიარეთ დილას მე კიდე იმედზეც არის რა თქმა უნდა და იმედზე შეგიძლიათ გადაახვიდეთ და ნახოთ მაგრამ არის კიდე საიტი უყურე.g ინგლისურად მაგაზეც არის და საკმაოდ კაი გახმოვანებით ვნახე ანუ ეხლა რომ უყურებდი კაცს და ქალს ახმოვანებს კაცი ხო და ეს უყურე.g-ზე ახმოვანებს ქალს ქალი კაცი და უფრო კაი გახმოვანება ასე რომ უყურეთ თუ გინდათ უყურე.g ინგლისურად და ყველა სერია ეხლა ჩავთ და გავაუთ აბა თქვენცით ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას ბედღა ხვალინდელ დღეს ეხლა დაიძინეთ